მადლობთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელო, ჩვენ დღეს ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია სუბიექტური აზრი, ძალიან სერიოზული სოზარ სუბარი და ირონიული მამუკა ღმონტის შემწეობით ვიწყებთ ამას. როგორ ახარ სოზარ, როგორ ახარ მამუკა? კარგად. ჰა? ხნეთ. ხმამაღლავთ ხო? ხნეთ და მალე მომავლის შეცვლის იმედით. მეც და განზრახვით არა მარტო იმედით. გუშინ ტელეგრამი რა თქმა უნდა Facebook-ში გავატარე, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ხო მანდ გაიგებ რა ხდება, როგორც კი მორჩა შეხვედრა, წავიდა დიდი ომი. მომხრეებს და არა მომხრეებს შორის, ზოგი წერდა 15 წუთი იყო შეხვედრა, მე ზოგმა დაწერა 16 წამი და 50 წუთი და 45 წამი. ეს უთხრა, ის უთხრა, სხვადასხვანაირი თარგმანი. მოკლედ ძალიან და ეგ რა გამოიწვია? გუშინ რასაც შალვა ამბობდა ის თემა მე მგონი არ განხილულა ხო ირანთან ომში საქართველოს რა როლი შეასრულებს. ეგ არ ხსენებიათ სხვა ყველა. სხვათა შორის ეს რომ განიხილავდნენ შეხვედრის ხანგრძლივობას გამოიწვია რუსთავიორის ტყუილმა, რომ 1 საათი ლაპარაკობდნენ. ბოლო როგორ არის? 16 წუთი. 16 წუთი. მე ვიცი რომ 16 წუთი. არ მე მგონი მეტხანს იყო მაგრამ ეს იყო წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია, თავარი იყო რომ ნუ მე ნახევარსაათზე მეტხანს იყო რამდენადაც მე ვიცი. თავარია მართლა რა ითქვა და არა ეს რამდენი ხანი. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, როდესაც შეხვედრა გრძელდება, ალბათ გრძელდება იმიტომ დაგეგმილზე მეტხას გრძელდება იმიტომ რომ იქ რაღაც წარმოიშვა ესეთ საკითხები, რომელიც არ იყო თქვა. სპონტანურად წარმოიშვა? ხო, სპონტანურად წარმოიშვა და ეგეთი რამე შეიძლება მოხდეს. მოდით ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა შეიძლება და თქმულიყო დაახლოებულ გარებებს მიღმა. ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ჩვენ უნდა ვთქვათ ის რაც გამოვიდა გარეთ და იქიდან გავაკეთოთ ანალიზი, ან მართლა არ მინდა იმ უამრავ ბევრი საპატივცემლო ექსპერტია საქართველოში, მაგრამ უამრავ ფსევდო ექსპერტს დავსკავსო, რომლებიც ყურით მოათრევენ ხოლმე ისეთ ამბავს, ისეთ თქვა რომ პოლიცია მომწონსო. თქვან რომ დემოკრატიის ნიმუში ხარ რეგიონშიო. ნუ ესე არ უთქვამს, მაგრამ მოიწოდა დემოკრატიული რეფორმები. რას ნიშნავს? ესე იგი, ობამა არ არის კარგად ინფორმირებული, რომ ჩვენ თითქმის ავტორიტარულ სახელმწიფოში ცხოვრობთ, თუ ატარებს ამას, თუ ფორას აძლევს, თუ რა შეესაბამება. თქვენ თავარი, თქვენ თუ გინდათ რომ დემოკრატიული სახელმწიფო იყოს, უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაცემა. ფორმალური გადაცემა რაც არის ინგლისურ ტერმინში, ქართულად უნდა ითარგმნოს არა როგორც ფორმალური და ფსევდო გადაცემა, არამედ ოფიციალური გადაცემა იმ ძალაზე, ვინც მოიგებს. ეს ძალა ისე იდეაში მე კი არ მჯერა ამის, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ნაციონალური მოძრაობაც რო იყოს, ეს არ შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს არც მომავალი პრეზიდენტი, არც მომავალი პრემიერი და არც რამე იმ რანგში, რაც მას მართვის ბერკლეთ შეუნარჩუნებს. რატომ არ უნდა იყოს? ეგ შემინდა ესე, თორე კანონი არ გძალავს ამას. რაც ქვია კანონი არ გძალავს? არ გძალავს, კანონი არ გძალავს. გძალავს? კანონი არ უგძალავდა თურქმენბაშს ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში სიკვდილამდე. მაგრამ მე ნუ სხვა კანონი ჩაერია. კანონი ვინ მიიღო? თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დემოკრატია არის საქართველოს და საქართველოს არის ამერიკის მოკავშირე თუ ევროპისკენ მივისწრაფვით, ამ შემთხვევაში უნდა დავიცვათ თამაშის ის წესები, რომელიც არის იგივე ამერიკაში. თამაშის ეს წესი თავის დროზე ვაშინგტონმა ჩამოაყალიბა, რომ 2 ვადის შემდეგ ადამიანი მიდის ხელისუფლებიდან და არ ეპოტინება რაღაცას. რა ვიცი, სულ რო უსმენ ამ ხელისუფლების იდეოლოგიებს, აბა ახალგაზრდა კაცი ხო არ წავა პოლიტიკიდან და ჩვენ ახალგაზრდა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი სხვათა შორის ბილ კლინტონი, რომლის დროსაც ყველაზე ნაკლები იყო უმუშევრობა და ყველაზე დიდი იყო წინსვლა ეკონომიური, მაგრამ ნუ წავიდა და გარკვეულ ცხოვრება, აპატირცულად. მერი რობინსონი იყო ერთ-ერთი მართლა ლეგენდარული ქალი, ირლანდიის პრეზიდენტი. არ დარჩენილა პოლიტიკაში, თუმცა დღემდე პოლიტიკაშია და დღემდე აქტიურ პოლიტიკაშია. იყო ამის შემდეგ, მას შემდეგ რაც იყო ირლანდიის პრეზიდენტი, იყო ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი გაეროში, იყო ამ ბოლო წლებში დამწუჩი არის თუ არა არ ვიცი, მაგრამ მადრიდის კლუბის პრეზიდენტი, ანუ ის აღარ არის იმ პოლიტიკაში, რასაც ქვია პოლიტიკა ირლანდიაში, მაგრამ არის სოფლიო პოლიტიკაში და არის ძალიან გავლენიანი და ძალიან საპატივცემლო ფიგურა. ლეგენდარული ადამიანია რა და აი ესეთ პოლიტიკაში დარჩენად არავინ არ უკრძალავს იმათ, ვინც სასამართლოს სკამზე არ დასხდებიან და ვინც სასამართლოს სკამზე დასხდებიან და თქვა ციხეში მოხვდებიან, იმათ შეუძლიათ მემუარები წერონ ციხეში. ის გამახსენდა ახლა ახალგაზრდა კაცი ხوار წავალ პასიანში მქონდა ერთი ეგეთი სკეჩი იყო. გეჭას ყავს თუმცა დირიჟორი და ორკესტრი, რომლებიც დაობენ ერთმანეთში რაღაცას რა და ეს არჩევს საქმეს და ბოლოს ეს დირიჟორი იკითხავს, რომ აი ახლა ესიც როგორ ჭეშმარიტება, აი მაგალითათო ორკესტრიო დირიჟორის გარეშე დაუკრავსო და გეჭა მეუბრუნდება, იმა დაუკრავს და კი დაუკრავს, ეგრეა, წავა, აბა რა სიზამს. ეგ ერთი მეორეც მე ჩემსაც ვიტყვი რომ მე თუ გახსოვთ გუშინ სწორედ ეგ ვთქვი რომ ამერიკას არ აქვს ყველაზე დიდი
მომენტი ჩემი აზრით აქ არის ის, რომ ეს არის ამერიკული პროექტი და აი თუ დააკვირდებით, იქ ერთი ფრაზა იყო, რომელიც შეიძლება ყველამ გაატარა, რომ თქვენ ხართ ნიმუში, თქვენ რეგიონში, თქვენ ხართ სამაგალითო ნიმუში, თქვენს რეგიონში. და სწორედ რახან ეს არის სამაგალითო ნიმუში რეგიონში, ამერიკას ყველაზე ნაკლებად სურს, რომ ეს ნიმუში გაფუჭდეს ბოლოში ან რევოლუციით, ან ისევ გამოსვლებით, ან ასე შემდეგ. ანუ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი мотиваცია სწორედ ეს არის, რომ ის რაც გაკეთდა საქართველოში არ დამთავრდეს ცუდად, რომ გაკეთდეს მომავალშიც სხვაგან. და გარდა ამისა, ხო, რა თქმა უნდა, გარდა ამისა კანონებზე რო ლაპარაკობდი, ბოდიშოზე ერთსაც დავამატებ, სააკაშვილს თავისუფლად შეეძლო მიეღო კანონი, რომ საპრეზიდენტო ვადა გრძელდება 25 წელი, ეს იქნებოდა კანონი, არ იქნებოდა კანონის დარღვევა, მაგრამ საქმე იმაში კი არ არის. კანონს არ გვაქვს თუ არა საქმე იმაში, როგორ კანონს წერ, როგორ კანონს იღებ. კარგი, ასე რომ თქვა პარტიის ლიდერად რო დარჩეს, რაღაც ნახევრად ფორმალურ ტიპად, პარტიის ლიდერად, პარტია იყოს ხელისუფლების სათავეში, იმიტომ რომ მოიგოს არჩევნები, თბუი ეშმაკს. ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, მაგრამ კაი დავუშვათ. 55-60% აიღეს, არის პარტიის ლიდერი სააკაშვილი, რომელიც არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც დეპუტატი, არც პრეზიდენტი, მაგრამ თავისი გავლენიდან, თავისი რაღაც ქარიზმიდან გამომდინარე მართავს. ამას ხო ამერიკელები ვერ დაუშლიან მას. თავისიანებივე შეჭამენ ამ შემთხვევაში. შეჭამენ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ სააკაშვილზე კიდია წაგებული ომი, სააკაშვილზე კიდია დაკარგული ტერიტორიები, სააკაშვილზე კიდია დახვრეტილი ბიჭები და სააკაშვილზე კიდია ის გარდაუვალი ეკონომიკური კოლაფსი, რომლისკენაც ქვეყანა მიდის და ამაზე ხელი ვიღაცას უნდა შეაწმინდონ და შეიძლება იგივე გიგიულავა თუ ვიღაცა სხვა დღეს ვინც მისი გუნდის წევრები არიან გაცილებით დაუნდობლები იყვნენ სააკაშვილის მიმართ, ვიდრე მე შენან ვიღაცა სხვა იქნებოდა რომელიმე ოპოზიციონერი. შესაბამისად თქვენ რას ამბობთ, იცით? თქვენ ამბობთ შემდეგს, რომ მართლ გუნდში სულ უფრო აშკარა გახდება რაღაც შიდა ვნებათა ღელვანი. ხო? თუ მიშას ამერიკა უგზალავს, პირდაპირ თქვათ რა, უგზალავს ხელისუფლებაში დარჩენას რაიმე ფორმით, მაშინ ეს გადაცემა უკვე მალე უნდა მოხდეს, ხო, სანამ საარჩევნო სია დაკომპლექტდება. მოდი, მაშინ ჯერ უგზალავსზე გავაკეთებ პატარა კომენტარს, ხო? ეხლა დღეს აკომინაშვილი აკეთებდა განცხადებას, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ვინ კითხავს ამერიკას ჩვენში და საქმეებს, ძალიან ეს კარგად კითხავენ. საქართველო არ არის ესეთ კუნძული და ზოგადად ესეთი კუნძული და დამოუკიდებლები ქვეყნები არ არსებობენ ზოგადად, არავისზე რომ არაფერს არ ეკითხებოდეს. ეს რაღაც გაგებით შეიძლება ცუდით არის, მაგრამ უფრო დიდი პროცენტით არის კარგი, იმიტომ რომ ეგეთი კუნძული თუ ხარ, ვიღაცა ერთი თუ გახდება ძლიერი, შეჭამს ყველას და ყველაფერს ისე რომ არაფერს არ გაახარებს. ამიტომ კარგია რომ საერთაშორისო კონტროლი და მეგობრების ყურადღება არსებობს. ეს ერთი. მეორე, საქართველო არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია ასეთი მოწოდებების მიმართ ასეთ მოწოდებებს წაუყროს. იმიტომ რომ რუსეთს აქვს ატომი, რუსეთს აქვს ნავთობი, გაზი, უამრავი სხვა დიდი ტერიტორია. საქართველო იძულებულია ძალიან ადვილად დაემორჩილოს ასეთ მოთხოვნებს, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული პირდაპირ ამ ქვეყნის ბედი. კანონის შეცვალეს ელჩის მითითებით პირდაპირ. და ეხლა რუსეთს წეგან რო ვთქვით, რომ რუსეთში ისა კანონი არ უკრძალავსო. კანონი არ უკრძალავს რუსეთშიც და მოხდა კიდევაც ეს გადაცემა, მაგრამ არავინ არ მოიწონა ეს და ყველამ შეაფასეს უარყოფითად, მაგრამ ის რუსეთია და საქართველოში იგივე ვერ გამეორდება. და მესამე რაზეც ვლაპარაკობდით. არჩევნებამდე მართლა ძალიან ცოტა დარჩა რა. პრაქტიკულად ძალიან ცოტა დარჩა, ხო? რამდენი 7 თვე, ხო? და 8 თვე. ფალავანი ვინ არის? ნაციონალისტი მიხეილ სააკაშვილი. ხო და სად არის მიხეილ სააკაშვილი? ფალავანი არის არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წარმავალია და როგორც ამერიკელები უწოდებენ, თქვათ, მეორე ვადის კოჭლი იხვიო თუ რაღაცა. არამედ ფალავანი იქნება ის, ვინც უნდა იყოს მათი რეალური მმართველი, ანუ მომავალი პრემიერი. მომავალი პრემიერის კანდიდატურა არ ვიცი. თქვათ ოპოზიციის მხრიდან, წამყვანი ოპოზიციური ძალის მხრიდან, ვიცით ხო? ვიცით ივანიშვილი ამბობს, რომ მე მოვდივარ ჩემი გეგმით, მე მოვდივარ ჩემი უმრავლესობის პარლამენტში, მივიქნები პრემიერი და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ აი მის წერილში ნათლად გამოჩნდა, რომ პროდასავლური განვითარების გეგმს როგორც ხედავს და ამავე დროს რომ მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთანაც ვცადოთ ურთიერთობის დალაგება. ეს არის მისი გეგმა. სააკაშვილის გეგმა რა არის? სააკაშვილის გუნდის გეგმა რა არის? ეხლა ის რომ პარლამენტი აირჩევს პრემიერს და ეხლა განსახილველი საკითხი არ არის, ეგ ზაბრები მოუყვნენ იმისთვისაც მოუყვნენ მზადდება ნაციონალებთან შენი აზრით. აქ ორი ვარიანტი არის, ორი გზა არის. ის რომ ამერიკას არ სურს საქართველოს პუტინიზაცია, ეს ჩემთვის ცხადია, იმიტომ რომ სააკაშვილი არ არის ესეთი პიროვნება, რომელიც შეცვლა არ შეიძლება, თუნდაც მისივე გუნდის წევრებიდან. თუ თქვათ, ამერიკელებს აქვს სურვილი, რომ აქ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისევ ნაციონალები და მათთან უადვილდებათ მათ ურთიერთობა,
ისინი მოიყვანენ ვიღაცას თქვათ, ან დაეხმარებიან ვიღაცას. ხო, ან ბაქრაძეს, ან უგულავს, ან ვინმეს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე არ ამგონია, რომ ამერიკელებმა დაუშვან და ასე ვთქვათ, წაახალისონ სააკაშვილის პირველ პირად დარჩენა. იმიტომ რომ ჯერთი მოდი ესე ვთქვათ, არის რაღაცეები, რასაც ალბათ ვერ წარმოიდგენ, ხო? ასე აი ამერიკელების ტვინში ეს არ ჩაждდება, იმიტომ რომ ისინი ესე ცხოვრობენ 8 წელი იყავი წადი, ან 4 წელი იყავი წადი. ანუ მათ როგორც ის არ ჯდება, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ გააყალბო არჩევნები, როგორ შეიძლება პოლიცია 10 დღე არ დაეხმაროს ვიღაცას და ასე შემდეგ. აი ხშირად რომ შევხვედრი ვარ ამ ამერიკელებს თუნდაც საჭიროში, ბევრ რაღაცეები არ ჯერავთ. აი გაკურებული სახით გიყურებენ, რომ შენ ალბათ მათყუებ. ხო, აი როგორ შეიძლება ეს რამ. ასევე ალბათ ჩემი აზრით, მათ გონებაში ვერ ჩაждდება ის, რომ სააკაშვილი დარჩეს ახლა მუდმივ მართველად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ესენი რას ფიქრობენ? მიშა, მისი გარემოწვა. მე ახლა მიშას რაც უყურე, არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ მას შეშინებულ სახე არ ქონდა, მაგრამ ქონდა ძალიან ნაღვლიანი სახე. ანუ ჩემი ვარაუდით ახლა ეს თუ ესე ფიზიონომისტი არ ახარ, მაგრამ ჭორაობად არ ჩამეთვლება, ჩემი აზრით, მას რაღაც გარანტიები მიცეს, შიში მოხსნილი ქონდა, მაგრამ ქონდა ნაღვლიანი სახე. თუ დააკვირდებით რო წამოხდა ფეხზე ისე რომ ობამა კიდევ ვიც და ეს სწორედ იმაზე მეტყოლებს რომ მას იქ ჯდომა აღარ სურდა, იქ ყოფნა აღარ სურდა, ის დისკომფორტს განიცდიდა იქ, იმიტომ რომ მიიღო კონკრეტული მესიჯები. ამიტომ წამოხდა ის და ამიტომ ეცადა რომ თორე ხა როცა იმას ითვლით 15 წუთი იჯდა სააკაშვილი თუ 16 წუთი იქ სააკაშვილი იჯდებოდა იქ თავისუფლად და თუ დააკვირდით ობამა ცოტა უხერხულობაში ჩავარდა როცა ეს წამოხდა თვითონაც იძულებული იყო ამდგარიყო თუმცა ანუ ამან დაამთავრა ხო წამოხდა უცბად ფეხზე და ფაქტურად უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა იმიტომ რომ არასდროს მასპინძელზე ადრე არ უნდა ადგე ხო ეს ორჯერ დღე დაელოდო ადგება ის და მიხვდები და შენც ადგები ხო მასპინძელზე ადგე რატო უნდა ხო და სადა კიდე ერთხელ ეთქვა ჩვენთვის რომ მაპზე უფრო მაგარი მივიღეთ მაგრამ ნუ ძალიან ესეთი იყო ძალიან ნათლად ჩანდარეგის რა აზრი აქვს ეხლა ეხლა ხო აზრს კარგავს უკვე თუ თქვათ ამემა ვარი თქვეს აი გადაუსვეს ხაზე ყველა იმ მესიჯი დაუშვათ ამერიკელებმა რაღაც მესიჯები მისცეს უთხრეს რომ შევშევნა წახვიდე ვიღაც სხვა მოვიდეს ან ვინც გაიმარჯვებს ან რა მნიშვნელობა აქვს ვინმე და ამათმა ხაზი გადაუსვეს. ერთი ეს ვარიანტია და იმიტომ აგრძელებს ამას. რომ ჩამოვა სწორედ მაგას ვსაუბრობდი მე გუშინ რომ წეს ვეღარ უნდა გააგრძელოს. ან ვარი უნდა თქვა საერთოდ ამერიკელებზე, ან ვეღარ უნდა გააგრძელოს ეს ტყუილები, ხო? ეხლა ნუ როდემდე უნდა მოითხოვოს. იტყუება თქვა 7 თვე და მე ამბობს წავედი პოლიტიკიდან. ნუ თუ რას ისებს. სწორედ ეს არის საქმე რომ მე მაინტერესებს რა გეგმას დებენ. მიშა მიდის? თუ მიშა მიდის, აბსურდია ეხლა იმის მართლაც გაგრძელება სამართლებების გახსნის სერიის. ხო და აი მაგას ნახავთ. კიდე გააგრძელა სამართლებების გახსნა. ხო მაგას ნახავთ სწორედ. მაგას ნახავთ სწორედ, იმიტომ რომ ჩემი აზრით რატო ხსნის სამართლებებს? ხსნიდა. მეტი არ შეიძლება. არა, ეხლა თუ დაიწყებს აი ესეთი ადამიანია, უნდა ირბინოს. უნდა ირბინოს, უნდა რაღაცა დაფულში რა მოდი ეგრე ვთქვათ. დაფულში დაცურავდა სადღაც. არა, ბოლო დროს ეხლა ძალიან გამიგდა. ყოველდღე რაღაცას აკეთებ, ყოველდღე რაღაცას ხსნიდა. აი რო ჩამოვა თუ იგივე დაიწყო, მანდ ორი ვარიანტია, ან მაშინ იქნება თურქმენბაში, ან ვარი თქვა უკვე პარტნიორობაზე ამერიკაში. ანუ რაღაც ვარიანტია კიდე, მაგრამ ეგეც ძალიან უცნაური იქნება, აი ვასიკო მაღლაფერიძე წერდა თქვენთან ასლაპარაკობდა ეთერში, რომ კიდე ერთხელ შეცვლის კონსტიტუციას და კიდე ერთხელ ესდება რომ მოირიგოს თავზე. აჰა, პრემიერი არა, ამაში რაღაცა სხვა წყობა გავაკეთოთ ისეთი, სადაც ან პარლამენტის ამდენ კონსტიტუციის გადაკეთებას ვეღარ აიტანს ახლა. ვინ? და კონსტიტუციაში დატოვეს შანსი რომ შეიცვალოს, ანუ კონსტიტუციაში ჩაწერეს რომ ახალცვლილებას დასჭირდება უკვე არა 2/3 არა 3/4 და დასჭირდება ეგ სამთვიანი პროცედურა, ანუ ორჯერ კენჭისყრა ეხლა და 3 თვის მერე, ოღონდ ეს ყველაფერი 2013 წლის ოქტომბრის მერე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მერე. მანამდე იტოვებს შანსს რომ კიდევ ერთხელ შეცვალოს ეხლა 2/3 ეხლა ხალხი. ანუ საპარლამენტო რესპუბლიკას გააკეთებს? არა, საპარლამენტო რესპუბლიკა პრემიერით მაგას გულისხმობს. მაგრამ მაგას ამშობა ეს რას? რამეს ფიქრობენ რა, არ მგონია რომ რამე მოფიქრებული ხდება. კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი პირი პირადობის ნომერი ესა და ეს უნდა დარჩეს თუ არა? არა რა თქმა უნდა. ამაში არა, არ უნდა დარჩეს ეს ფაქტია, მაგრამ გუშინდელი შეხვედრის მერე კიდევ უფრო მკაფიოდ ვიცით რომ ვერ დარჩება. აი, ამიტომაც ახლა აქვს ძალიან ძიმე თუ ჩვენ მკაფიოდ ვიცით და ჩვენი აზრით ამერიკელებმა ეს უთხრეს. ეს ჩამოვიდა და ისევ PR კამპანიაში ჩაება თავიდან დღემდე, მართალია მამუკა, მაშინ ესე იგი რა უნდა ქნას და უნდა თქვას რომ მე 2013 წლის მერე არ ვიქნები ხელისუფლებაში, აი ეს კაცი არის ჩემი აზრით ქვეყნის მართველი მომავალი.
მე არ ვიქნები 2013 წლის. რა ამბავი არ ხდება. მაგას ალბათ ბოლოს 2013 წლის მერე მე არ ვიქნები და ამიტომ მე აღარ ვირბენ ეს კაცირბენს და მე ვიქნები მშვიდად დაწნარა და ესე იგი აქამდე რომ დავრბოდი პრემიერობას ვაპირებდიო ამას ხო არ არის. არა, აქამდე რომ დავრბოდი, მაგრამ ნუ ეხლა მან კიდე მეორე ვარიანტია რომ თუ საინტერესოა ვინ არის ის კაცი ვინ არის? სოზარ, აი ერთ-ერთი კითხვა მაქვს, თუ თქვათ მან არ განიხილა და არ მიიღო ცნობა და ამერიკელების რჩევები. გააყალბა არჩევნები, მაშინ კიდევ ერთი მომენტი რჩება, რომ ვინმე ცნობს ამ არჩევნებს. თქვათ იგივე ეს საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ ადრე თვალს, აღარ დახუჭავენ ალბათ არა? თუ ეს რა ბრძანება ექნება მათ? ხო. ხო, არ ვიცი, ახლა ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ წესით ვეღარ გააჩნია გაყალბების დონეს, ანუ თუ აი როგორც მოხდა ეს თვითმმართველობის არჩევნებზე ისეთი გაყალბება იქნა, როცა ოპოზიცია არ იყო ძლიერი და ამიტომ ხალხი სახში დარჩა და რაღაც ესეთ დონეზე ნუ იძულებული იქნება ყველა დახუჭოს, მაგრამ თუ ხალხი გამოვა არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ რომ ესე მოხდება, ამ შემთხვევაში არავინ არ დახუჭავს თვალს და დარწმუნებული ვარ რომ აქტიურობა იქნება ძალიან მაღალი, იმიტომ რომ რეალურად გამოჩნდა ისეთი ალტერნატივა, რომელიც აი რეალური ალტერნატივა, რეალური შემთხვევაში ეს არის ერთი ნაბიჯი დემოკრატიისკენ, არის ხალხები, მაგრამ კიდევ ვეღარავინ ამას აღარ იტყვიან, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ეხლა ისეთი ძალთა განლაგება შეიქმნა, რომ ეს იქნება არა უბრალოდ გაყალბება, მიშამ რომ მოიგოს, ნაციონალებმა რომ მოიგოს. ეს უნდა იყოს არა გაყალბება, არამედ აი ადამიანების უცემა პირდაპირ საარჩევნო ყუთებთან, საარჩევნო ყუთების დაფრესვა, გადაწერამ, ხო. ჩვენ ნახეთ რაც ვერ მოხდება რა. წინა საარჩევნო, წინა ვიზიტის წინა გამოკითხვა, რომელიც პრეზიდენტ ზურგერდეს დაიდო, ეს დროზნერის გამოკითხვა, სადაც ძალიან დიდი პროცენტი აქვს მიხეილ სააკაშვილს და მის ბოლოდროინდელ ქმედებებს თურმე ამ გამოკითხვის მიხედვით უმრავლესობა მოქალაქეებისა დადებითად დაფასებს. ამ დროს წინა გამოკითხვა იყო და აღარ მახსოვს ერთი თვის თუ ორი თვის იყო. არა, სადაც როზნერი. სადაც ამის ნახევარი. მაგაზე დღეს ილაპარაკა ძალიან კარგად იაგო კაჭკაჭიშვილმა და ასე ვთქვათ, თაღლითობაშია შემჩნეული ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი, იქ გამოიკითხა მხოლოდ ის კატეგორია ამომრჩევლების, რომლებიც აპირებენ წასვლას არჩევნებზე. ანუ იმათი გამოკითხვა იმ სეგმენტის, რაც ცვლის თვლიანად სურათს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოტივირებული ადამიანები, ვინცაც გარდა ამისა, გამოკითხვებს ატარებენ აქ ქართველები და ხშირად მე მაგალითად რა პასუხიც მინდა გავიგო, შემიძლია მივიდე ეს ადამიანთან, ვისგანაც მივიღებ იმ პასუხს, რომელიც მინდა. ეს ახლა მარტო მე არ შემიძლია, ალბათ სოციოლოგებს უფრო კარგად. შესაბამისად ეს გაყალბებულია. როგორც იაგო ცოტა მოერიდა მას, მან თქვა რომ კვლევით ჩამტარებელ კომპანიას არ გაუყალბებია, მაგრამ ნაციონალებმა ისე მოგვაწოდეს, რომ სინამდვილეში ვითარება ასეთი გამოჩნდა. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის გაყალბებული, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ერთ თვეში ისე შეცვლილიყო რაღაცა განწყობები, რომ ორჯერ მეტი მიშა სააკაშვილს 75% უჭერს მხარს. ჩვენ უნდა გავედეთ რაღაც მულტ სტუდია უნდა გავხსნათ, ოღონდ ისეთი ნუბაგაძები გადავიღოთ და წავედით საერთოდ, იმიტომ რომ მე არ ვიცი. არა, არასერიოზული აბსოლუტურად ეგ არის ჩვეულებრივი გაყალბების გზით გაკეთებული. და ახლა ამ შემთხვევაში ის რა ქვია, როზნერიო, ტრიმბერგი მონაწილეობდა თუ არა გაყალბებაში, არ ვიცი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ძველზე გადის, როგორც მამუკამ თქვა, ეს ყავს რამდენიმე ჯგუფ საქართველოში და ამ ჯგუფების მიმართ ნდობა მე მეორე მხრივ სოზარ ბიძინა ივანიშვილის გუნდსაც არ დაუწყია ჯერ პიარი, არ მუშაობს ამ თემაზე. უბრალოდ ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა ეს მუშაობა. ხო, რა ვიცი, თქვა სააკაშვილი რო დაგეთანხმები, მაგრამ სააკაშვილი რო ხსნის, თქვა საავადმყოფოებს დარწმუნებული ხარ, რომ სექტემბერში ეხსოვება ვინმეს თუ სექტემბერში თავიდან უნდა გახსნას. არა, სააკაშვილი ალბათ საავადმყოფოებს, ეხლა რომ საავადმყოფოებს ხსნის სექტემბერში, აი ტემპს რომ მოუმატოს, რა უნდა გაკეთოს? დღეში 3 უნდა გახსნას? ანუ ხალისხოვრებად უნდა გაზარდოს გახსნები თუ რაოდენობა? უაზრობაში გადადის ეს ადამიანი და ეხლა რა უნდა გახსნას? ამოცანა გვეკითხება. არჩევნებამდე 7 თვით ადრე ყოველდღე ხსნის საავადმყოფოს. რა უნდა გახსნას 1 თვით ადრე? ერთი ლაზიკა და ერთი რა ვიცი. ლაზიკას ვერ ხსნის 10 წელი. ლაზიკა შეიძლება გახსნას, ლაზიკის პირველი აგური ჩადოს. პირველი მერე, მეორე მერე, მესამე და ყოველდღე. ლაზიკა გახსნას როგორც ბატონი ედვარდი აკეთებდა ახლა. მეორე წელზე აღმოჩენდნენ ხოლმე ან ავტობუსზე. რამდენჯერმე, ხო. მაგრამ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გუნდის აქტიურობებს, ეხლა თლად უბრალოდ ის არ მუშაობს ისეთ ჰიპერაქტიულ რეჟიმში, როგორც სააკაშვილი და ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ხა გუშინ გამოქვეყნებული წერილი ვაშინგტონ პოსტსა და
ნიუ-იორკ ტაიმსში ერთდროულად მე მგონი საპირისპიროზე მეტყველებს, ანუ გეგმაზომიერად მიშა თანხებზე ფილიკობდა მაგ წერილზე, რა შეიძლება დაუჯდეს ბიძინა ივანიშვილს ეს წერილიო და დავიწყდებათ ალბათ მიშა სააკაშვილის დაფინანსებული წერილები. ზუსტად უნდა იცოდეს წესით. და თან ისა ეს ფული ბიუჯეტის ფულია. თან გადახდით გაზეთებში როგორც არის ფიგარო და რაღაცა ნაკლებად მნიშვნელოვანი გაზეთები, რომლებსაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ თავარია რომ მე რუსთავიორმა, ანუ ის იქაური საზოგადოებისთვის კი არ არის, არამედ არის ქართული საზოგადოებისთვის, რომ ნახეთ, რომელიღაც ფიგაროში დაიბეჭდა ფიგაროდან გააკეთებენ მე მას ამის პერიფრაზა. ზოგადად აღელვებ ბიძინა ივანიშვილის ფული ძალიან. ესენი ხომ ცოტა მერკანტილური ტიპები არიან და მთავარ პრობლემას ხედავენ ფულში. კი, და სხვათა შორის დღეს კიდე ერთი ახალი ბრძანებულებაა ეროვნული ბანკის, რომლითაც დაავალეს ყველა კომერციულ ბანკებს ზუსტად აღრიცხონ მათი კლიენტებს აქვს თუ არა რამე კავშირი, მათ კლიენტებს აქვს რამე კავშირი პოლიტიკასთან და თუ კავშირი აქვს ამ შემთხვევაში გაიარონ კონსულტაციების ზემოთ, უნდა გაუხსნან თუ არა ანგარიში, უნდა გაუკეთონ თუ არა გადარიცხვები და ასე შემდეგ. პოლიტიკასთან დაკავშირებული პირის ცნება შემოვიდა საბანკო საქმეში. ანუ მე თუ ვიძახი რომ ბიძინა ივანიშვილი მომწონს და მინდა პრეზიდენტად, შეიძლება ჩემმა ბანკმა მითხრას რომ იცი ანგარიშები ჩვენთან კი გაქვს, მაგრამ ჩვენმა პარტნიორმა მაგ ასათიანმა შეიძინა რაღაც გადაურიცხა ფული ვისგანაც იყიდა რაღაც, მოდი არ დავა კონკრეტე ბანკს არც ემას და დაიბარეს ეს ადამიანი, ვინც გაყიდა ეს რაღაც ბანკში დაიბარეს. და უთხრეს რომ იცის თუ არა თქვენ ფული ვინ გადმოგირიცხათ. მერე კიო. ხო, კიო და მერე რას ფიქრობთო? ეს ისე კომწერებული მაგან კი არა. პუტინმა რო გადმომირიცხოს, იმასაც ავიღებ. მაინც არ აზრებდნენ ფულ? არა, კი, მაგრამ შეაშინეს ცოტა რა ბანკში. ბანკმა შეაშინა. ბანკის ჩინოვანი. ესო მაგა ასათიანმა, ხო? შენო რას აკეთებ? არ შეიძლებაო? არა, როგორ შეიძლება? ეს ანეკდოტა. ეგ რა საინტერესოა. დათვისა და გლის ურთიერთობაზე რომ კაი, ბუღალტრობას მაინც რა მრჯიდაო და ეხლა ეს ბუღალტრობებადაც გახადეს ეს ბანკი. არა, წარმოგიდგენია ბანკში ხდება ეს, ბანკში, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკიდან სრულიად შორს. და იმ ბანკირებს რო კითხოდა რომ მიხვიდეთ და მაესტროში რეკლამა მოიტანეო, არა, ჩვენ პოლიტიკაში არ ვარ. ხო, არ არის ეს. არ არის. პოლიტიკაში არ ვარ, ეს არ არის, მეც როგორ ამბობენ ხოლმე, რომ ყურებადი არ არის. არა, ყურებადზე მაგას აკვე ვეღარ იტყვიან. რაღაც ფრაზას ხმარობენ. რომ არსდება მათ რაღაცაში, ვერ ვიხსენებ. თუ პოლიტიკაში ჩარევა რა შუაში ადამიანმა უნდა გაიგოს ბანკში კარგი ის არის ახალი სასესხო რაღაც ის მაგასაც ინტერესს გარანტიებია მაგი კი არა ჩვენ რომ ოფისი დაგჭირდა სოზარ ყველაზე ცუდი ის არის რომ აი კეთროვანი როცა გძნობ თავს რომ როდესაც შემოგვიერდა და ოფისის ძებნა დავიწყეთ ოფისი არ მოგვაქირავ არავინ მაკლერები ვისაც დაუკავშირდი უკან აღარ დამეკავშირდნენ ოფისი ახლა წარმოიდგინე გააქვს რაღაც დიდ ტერიტორიას ვეძებდით თან ხო არავინ არ მოგვაქირავა როცა ყველას სჭირდება გაქირავება, ყველას უჭირს გაქირავება. და ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ დედაშვილი მოვიდა, არ იცოდნენ დაურეკე გაცხადება ვნახე და რომ დამინახეს ძალიან გაუხარდათ და შენ ჭირი მე შენ გენაცვალე და თქვენ რომ არ იყოთ ჩვენ რა გვეშველებოდა და სარავანდედი გამომივიდა თავზე და მომხარეისთვის დაურეკე, არაო, ვერამა. ძალიან გვიყვარხართ, მაგრამ ვერ მოგაქირავებთ, იმიტომ რომ საფრთხეს ჩავიგდებთ თავსო და ხარ გავთხარ ვერაფერი. ჩვენ დღევანდელი გაცემის პირველი ნაწილი ამის სრულდება. ბატონი თისკარიშვილი გვეყოლება ექსპერტი სოსო თისკარიშვილი გვეყოლება სოზარის შემდეგ სოზარს დღეს ვემშვიდობებით დიდი მადლობა იმისთვის რომ მუშაობ ჩვენთვის ერთს დავამატებ უბრალოდ სოზარმაც მინდა იცოდეს ხვალ მედია გაერთიანებაზე პირველ თებერვალს პირველ საათზე თბილისი მერიოჩი მოხდება საბოლოო ხელმოწერა მედია გაერთიანების უკვე 20-ზე მეტი ორგანიზაცია მოაწერა მემორანდუმს ხელი და კეთდება ძალიან დიდი მედია გაერთიანება და ვერც მიშა და ვერც ვერავინ ვეღარ წამოარტყამს უბრალოდ თავში ხელს ხვალ აკრედიტაციის გარშემო მოდა გადავება აუცილებლად პირველ საათზე ყველას მოუწოდებ განსაკუთრებით ძალიან გაგვიხარდება განსაკუთრებით მე მოუწოდებ ეს განსაკუთრებით კარგი იქნება და სასკეთო იქნება იმ მედიისთვის რომლებიც არ არიან მრავალტირაჟიანი და არიან უსთავიერი რომ მოვიდეს ან რეალ ტივი და თქვას რომ მეც მინდა თქვენ მოაწეროს და იბრძოლოს ჩვენთან უკანონოების წინააღმდეგ რა პრობლემაა ჩვენთან რეალ ტივი არ უნდა მოაწერნოთ იმიტომ რომ არაფერი საერთო არ აქვს მედიასთან. არა, მოაწერს, მაგრამ პირველივე იმაზე აღარ გააკეთებს არაფერს და გაუშვებთ. დიდი მადლობა, სოზარ, ცოტა ხნის შემდეგ ბატონი სოსო გვეყოლება ეთერში.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძვირფასო მაყურებლებო, ბატონი სოსო ცისკარიშვილი არის ჩვენი განაცემის სტუმარი. ბატონი სოსო, როგორ წარგანდინოთ ექსპერტი, არ მევასებდეს ექსპერტი. სახელი და გვარი და მეტი რა. პოლიტოლოგი და რაღაც არ გვინდა. სოსო ცისკარიშვილი. საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნომერი. ვიდრე წაურთმევიათ მოქალაქეობა, ყველაზე საამაყო ცენზი ეს არის ნებისმიერი ჩვენთაგან. აბა ეხლა გითხარით თქვენი აზრით ობამა სააკაშვილის შეხვედრაზე ზოგადად და მე კონკრეტულად. მე მგონი თქვენი ავტორიტეტიდან გამომდინარე უარი ვერ თქვი და მოვხვდი არც თუ ჩვეულ ადგილს ჩემთვის, რადგან მთელი ცხოვრება აქვს, ვცდილობ რაც შეიძლება ობიექტური აზრი გამოვთქვა და დღეს მომიწევს სუბიექტური აზრების გამოთქვაც. მაინც ვეცდები დავიწყო ობიექტურით და მე თამამად გადავიდე სუბიექტურ აზრზე. ობიექტურად, რასაკვირველია, საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ამერიკის შეერთებული შტატებთან კეთილი ურთიერთობა და რა მოგწონს და რა არ მოგწონს იმის მიუხედავად ვფიქრობ, რომ განვლილი დღეები გახლავთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური მოლოდინების გაძლიერების დღეები. ისე ვამბობ, მიუხედავად იმისა, რა შტრიხები ახლდა მას, რომელსაც ქართველები უფრო მწვავედ აღვიქვამთ, ვიდრე რომელიმე სხვა პლანეტაზე. ეხლა თავიდანვე რასაკვირველია, საამაყოა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რაგვარიც არ უნდა იყოს ის, აქებს შენ სახელმწიფოს. მაგრამ პერიოდულად ჩნდება ხოლმე ისეთი განცდა, რომ ასეთ ვითარებაში არ უნდა ისმოდეს სულად მოულოდნელი შეფასებები, კომპლიმენტები ისეთი მიმართულებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის გაუგებარი იქნება. ხო, იქ იყო შეფასებები. აქ იყო შეფასებები ქართული დემოკრატიის, აქ იყო კმაყოფილება გამოთქმული კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის ქვეყანაში. ამ დროს საუბარია ქვეყანაზე, სადაც საერთოდ კანონის ზეობაზე ლაპარაკი აღარ არის. არის ბრძოლა იმისთვის, რომ კანონი იყოს კანონიერი. ამიტომ მიზეზები ასეთი კომპლიმენტების შეიძლება ჩვენ თანდათან გავიგოთ. არა ინფორმირებული მაგალითად. რასაკვირველია, იმიტომ რომ ეხლა თეთრი სახლის ოვალური დარბაზი ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სცენა და როგორც კულისები. სცენაზე რა ხდებოდა? ცხადია უფრო გიპერტროფირებულ ფორმებში ჩვენ მოვისმინეთ რუსთავიორით, იმედით და სხვა მიშავიზის საშუალებებით და ამიტომ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, თუ კოეფიციენტს მიუყენებთ ჭეშმარიტების უფრო ზომიერი, მაგრამ არ ვიცით რა ხდებოდა კულისებში. ჩვენ ამაზე შეიძლება მხოლოდ ვიმსჯელოთ. მე მაგალითად უფრო ინფორმატულად ჩავთვალე და ვერ გეტყვით, რომ დიდი ოპტიმიზმი ჩამესახა. ინფორმაცია, რომელიც მივიღე აი ამ შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციით, რომელთანაც შვენიერი ქალბატონი ესაუბრებოდა ჩვენს პრეზიდენტს და დაუსვა კითხვა, რა არის мотиваცია საქართველოსი, რომ ამდენ ხალხს აგზავნის ოპერაციაზე ავღანეთში და კიდე ზრდის ამ წარმომადგენლობას. პასუხი იყო სრულიად შოკის მომგვრელი, ჩვენ უფრო ახლო ვართ ავღანეთთან. ახლა წარმოვიდგინეთ, ასეთი ლოგიკის ადამიანი. თურქეთმა უფრო მეტი უნდა გაუშვათ. ასეთი ლოგიკის ადამიანი უკანა გზაზე ამერიკიდან რო წააწყდეს სადმე მსოფლიო რუკას და აღმოაჩინოს, რომ ირანი კიდე უფრო ბევრად ახლო არის ჩვენთან, ვიდრე ავღანეთი. რა უნდა ვქნათ? ირანში უნდა გავაკეთოთ. შევესიოთ ირანს? ეხლა ეს ტერმინი, რომ ჩვენ უფრო ახლო ვართ, არ ამგონია იმ დროს მოსვლოდა მხოლოდ თავში ინტერვიუს. და არ გამოურიცხავ, რომ თემა ირანის რაღაცნაირად აპრობირებული იყო კულისებში საუბრისას და ეს იყო გარკვეული ქვეცნობიერი რეაგირება იმ შესაძლო სცენარებზე, რომელზეც შეიძლება ჯერჯერობით აი მამუკა დააკვირდა, რომ ადგა უფრო ადრეო ვიდრე ობამაო. ნუ ეხლა გამიკვირდებოდა, რომ უფრო დიდხანს დაიყო, მართალი გითხრათ, მისი ტემპერამენტიდან
გამომდინარე მან ჩათვალა რომ თამაში მოიგო და ეხლა ბატონო რა მაინტერესებს მე ზაკ არ მომწონს შეთქმულების თეორიები და მარჩელობა იმაზე რა ილაპარაკეს და ჩვენ სახეზე ხედავთ უდმაყოფილებას სააკაშვილს და ამიტომ ყური აუწია ეს ერთი ხო ამიტომ ის რაც არის ხო რაც ილაპარაკეს პრეზიდენტებმა ის არის ხო პირველ წყარო და ობამამ მართალია შეაქო კანონის უზენაესობაც და პოლიციაც და დემოკრატიის ფლაგმანები გვიწოდა რეგიონში, მაგრამ თქვა რომ აი არჩევნები იქნება კიდევ ერთხელ თქვა ყოველს ბევრჯერ იძახიან ამას სხვა ლიდერები. ამჟამად რაიმე სხვა ინტონაცია ხო არა აქვს ამ ნათქვამს. თუ ისეთი ამასაც გავეცნობით ჩვენ რამოდენიმე დღეში ამერიკული წყაროებიდან, თუმცა იქაც დიდი გზამკვლევი გვჭირდება რომ გავარკვიოთ ესე იგი ლობისტების ნამუშევარი ობიექტიური ჟურნალისტების ნამუშევრისგან სხვა რა შეიძლება ყოფილიყო არგუმენტი არა აქვთ არის მოლოდინი არგუმენტირებული და არის მოლოდინი როგორც ლატარის ბილეთ ნაყიდ ადამიანს აქვს რომ იქნებ ბედმა გამიღვიმოს ნახევარი წელიწადზე მეტია ქალბატონი კლინტონი ლაპარაკობს რომ მას აქვს იმედი რომ იქნება გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები და ამით ცვლილება ხელისუფლების აი ამ განვლილი თვეების განმავლობაში რომელი ნაბიჯი მოიწონა მან ქართული ხელისუფლების, რომელიც მას იმედს აძლევს, რომ ნამდვილად ასე იქნება. არა და იგივეს იმეორებენ მისი თანამშრომლები აქ რო ჩამოდიან ხომ, ჩვენს დაგვანახონ თუ რაიმე დემოკრატიული სარკმელი დაინახეს. ანუ თქვენ თვლით, რომ ამ შეხვედრიდან სააკაშვილი დაიმედებული წამოვიდა. ესე იგი, თავის პირადი მომავლის თქვენ წინა საუბარს ვისმენდი და რასაკვირველია ლაკმუსი იქნება საკუთარი თავის თავად ბატონი მიხეილი და მისი ქცევის პათოსი საქართველოში დაბრუნებისას. მაგრამ თავში შევიკავებდი ვერსიების გარჩევით, რადგან არ არის საჭირო სახელმძღვანელოების გაჟღერება პირდაპირ ეთერით. შევამჩნევთ, დავაკვირდებით და ეხლა თავისთავად რასაკვირველია რეაგირება ექნება იმ ფაქტსაც, თუ მართლაც კიდევ 750 კაცი აპირებს ჩვენი კონტინგენტის გაზრდას ავღანეთში. აპირებს ხო? და ნუ ამაზე იყო იქ ლაპარაკი და თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც თავად ამერიკის თავდაცვის პირველი პირი საუბრობს იმაზე, რომ უნდა შემცირდეს და არა ესე იგი უცხოეთში ჯარები და თანაც ეს უზარმაზარი თანხა 10 წლიანი პროგრამა 500 მილიარდი დოლარით ამცირებს ამერიკის ხარჯებს საზღვარგარეთ ჯარების შენახვაზე. მართალია ახლა ჩვენი ბიუჯეტის იქ არაფერი მიდის ფაქტიურად, მაგრამ ნუ ასეც რომ არ იყოს, რაღაც არგუმენტაცია ხო გვინდა მართლა. ის რომ ახლოა და გავლენის გვეშინია ავღანეთის. თანაც ეს არ დაგავიძეთ, რა გავლენა უნდა მოახდინოს ავღანეთმა, თქვათ ნარკოტიკებს შემოუშვებს. არავინ მეგულება ამის წინააღმდეგი ჩვენ ხელისუფლებაში. ნახავთ თქვენ უკვე იყო ერთი ასეთი და უახლოეს დღეებში თანდათან გაფართოვდება კამპანია რომ საქართველოში მოხდეს ლეგალიზაცია ნარკოტიკების. თქვენი აზრით ეს რეალურია? ნუ ამისთვის სახსრები გამოყოფილია რომ ეს კამპანია შეიძლება. უი, რა საინტერესოა, რას გულისხმობ, რა მარიხუანა. არა, მარიხუანა ეგეთი. მიშავიზიები. იტყვიან რომ მარიხუანა აქვს უკვე გაკეთებული, შეკერილი ამის სარეკლამო. ეს ზუსტად იცით თუ ეს არის უბრალოდ რაღაც ვარაუდი. ეს ჩემთვის არ არის თეთრი სახლის კულისებიდან ცნობილი, ჩემთვის პირადად ყველაზე უფრო სარწმუნო წყარო. მოტივი რა იქნება რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ერთი ტურისტები და ეხლა შევხედოთ არჩევნების კუთხით. გახარებული ნარკომანები, დაბოლილი ხალხი უფრო მისცემს მას მიშას. რატომ? ბედნიერი ნარკომანები რეგისტრაციას გადიან და ეს მეტადონის პროგრამა როა, ხო? არა, მეტადონი არა, მარიხუანაზეა საუბარი, ცხადია, იქნება საუბარი ტურიზმზე, მაგრამ ადგილობრივები რაც იზამენ, ხო? ასე არ იქნება რომ ქვიშაში იყიდებოდეს, ეს სადღაც უნდა მიხვიდე, ეს აი რომ მოიხმარო, კოფიშოპია თუ კოფიშოპი კი არა, ბანკები გადააქციეს სტობრების ბუნაგად და აი კი, ახლა კოფიშოპი ვის დაუშლი და რას დაუშლი, რამდენი ვიდეო იქნება. აი ყველა აი ამ თქვენი ნაზრებიდან გამომდინარე, მოდით რამოდენიმე ვარიანტი განვიხილოთ. შესაძლო განვითარების პირველი გააყალბა სააკაშვილმა არჩევნები. თქვენი აზრით, როგორც აკალბებდა ისე, მოდი არ ვთქვათ რომ უფრო. აი როგორც აკალბებდა ისე გააყალბა, რაც უნდა და ის ხმების რაოდენობა ჩაითვალა
როგორც ხდებოდა ისე მოხდა. შენი ჩვენს გავაკეთეთ, როგორც აყალბებდა ისე თუ გააყალბა, იმდენს რამენიც უნდა ვერ აიღებ ბიზნესი. ხო, უფრო მეტი კაი. თქვა, მოკლედ როგორც აწყობს ისე დაალაგა სიტუაცია. თქვენი აზრით, რას იზავს ამ შემთხვევაში დასავლეთი, მათ შორის თქვა ამერიკაც, ევროპაც. აი ეს დამკვირვებლები ისევ იმას იტყვიან, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი თუ ამჯერად მაინც როგორც რუსეთზე იყო რეაგირება, ამჯერად მაინც იქნება რაიმე სხვა რეაგირება. როგორ ფიქრობთ? ახლა რუსეთში ვითარებას ნამდვილად ვერ შეცვლიდა რამდენიმე დამკვირვებელი მისია. საქართველოსთვის ჭკუის სწავლება ბევრად უფრო ადვილია, ცხადია, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ ბევრად უფრო კერკეტა-კაკლებთან აქვს საქმე. უცხოელ დამკვირვებლებს ამ შემთხვევაში გამოცდილებთან, ფანტაზიის მქონეთაგან და ზოგიერთ შემთხვევაში ამის ხელშემწყობის სწორედ უცხოური და სამწუხაროდ ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან. რას გულისხმობ? გულისხმობ თუნდაც ვენეციის კომისიას, რომელმაც მოუწონა ბატონო რომ პატიმრებმა, ვისაც 3 წლამდე ციხე აქვს მისჯილი, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. როგორ გონიათ, შემთხვევით შემოვიდა კანონი, რომ ამომრჩეველი თუ ის შემჩნეულია რაღაც მოსყიდვით პროცესში, რომელიმე პარტიისგან 3 წლით ისჯება და 5 წლით. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ხო რამდენი 1000 კაცი შეიძლება ამ დროისთვის მოხდეს ციხეში. მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთქვათ მათ გასამართლებელი საბუთი ექნებათ ის, რომ ეს როს 3 წლამდე პატიმრებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვთქვათ ეს ჩვეულებრივი ამბავია და არავინ არ აეძულებს დემოკრატიულ ქვეყნებში ამ პატიმრებს რაღაცას შემოხაზონ ან არ შემოხაზონ, ჩვენთან იქნება პირიქით. ანუ ვენეციის კომისია კონკრეტულად საქართველოს მოდელისთვის ხო არ გადაწყვეტავს ესეთ პრობლემებს. ზოგადად ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება ის, რომ პატიმრებმა მისცენ ხმა. უკაცრავად ევროპულ სტანდარტებს შეეფარდება უპირველეს ყოვლისა ევროპული ციხეები. და როცა ვინმე ვერ ხედავს განსხვავებას ქართულ და ევროპულ ციხეს და იქ მიმდინარე მოვლენებს შორის, ის არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას იყოს ვენეციის კომისიის წევრი. და თქვენ რო ნახოთ შემადგენლობა, ძირითადად ყოფილი ქვეყნების გენერალური პროკურორებით არის დაკომპლექტებული ეგ გუნდი. და როგორმე ყველას კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს ციხე და რა ტიპის არჩევნები შეიძლება იქ მოხდეს. ანუ თქვენ თვლით რომ თუ გაყავდა არჩევნები, ისევ ერთი ნაბიჯი გაყალბდება ბევრად უფრო დიდი პროცენტით, იმიტომ რომ ნარკომანები თავის ოჯახიანა იქნებიან, ასე ვთქვათ, შეგოჭილები. ნარკომანები თუ პლანის მოყვარულები, რომ მათ ნარკომანებს მე არ უწოდებ. აი, დღევანდელი კანონმდებლობით ასეა. თუ არ უწოდებ, დაჭერილია ხალხი მაგაზე. აბა რა. მაგათ უნდა გამოუშვა მაშინ მაგას. გასაკვირველია. და დიდი წლები აქვს 10-15 წელი 260 მუხლის. მაგრამ საუბარი იმაზე რომ მოდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგივრად ამ ხალხს ჯანდაცვის სამინისტრო მიხედოს, არ არის. პირიქით სასტრაფო დახმარება წაართვა MVD-მ ჯანდაცვის სამინისტროს. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ და ამბეჭდად მარიხუანაზეა ხო ლაპარაკი? დიახ, დიახ. რა ჯანდაცვის სამინისტრო, რაც ახალგაზრდობაში მარიხუანა ნარკომანებს არ იჭერენ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების გამო, მათ გურნალობენ. ჩვენთან არა, პირიქით. და შესაბამისად შემოსავლის წყარო რამდენი იქნება, რამდენი საპროცესო გარიგება იქნება ამაში. ეს კი ეს ნობილი თემაა. ანუ თქვენ პესიმისტურად ხართ განწყობილი ამ შემთხვევაში, აი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. არა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად რა ტერმინები იყო იქ ნახმარი. თავსი გავეთ ჯერ რასაკვირველია, იქ რომ ბევრი სალაპარაკო ქონოდათ სააკაშვილთან. შეიძლება 2 საათი მაინც გაგრძელებულიყო ეს საუბარი. ჩემთვის უფრო ინფორმატული იქნება ქალბატონი კლინტონის ვიზიტი საქართველოში. იგეგმება და ეს ინფორმაცია, იცით, რამდენად უფრო ეხლა მე ბოლოს და ბოლოს 20 წლის თავს ზეიმობდნენ ვაშინგტონში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების. მე მოწმე ვარ იმ პერიოდის რა აჟიოტაჟი იყო ჩვენს ქვეყანაში, როცა ეს ბოლოს და ბოლოს შედგა. და ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია გაერკვეთ იმ დეტალებზე, რომლის შესახებაც შეგვიძლია მხოლოდ ვიკითხავთ. შევიკავოთ თავი, ნუ იქნებით ზედმეტად სუბიექტურნი და დაველოდოთ მოვლენათა განვითარება სრულიად სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება ვნახოთ, აი ხო მაგალითად ინტერპრესიუსის დღევანდელ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თურმე ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იცვლება კანონმდებლობა და კონსტიტუცია, პოლიტიკური და კონსტიტუციური სისტემა და იქნება ბევრად უფრო საინტერესო პოლიტიკური სცენა. უკაცრავად,
ეს რომ მოახლოებულ არჩევნებზე არ უნდა შეცვლილიყო ეს კონსტიტუცია და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შეცვლილიყო. ეს ხო ვიცით კი. ეხლა არ გამიკვირდება რომ ჩვენ პარლამენტს ხელეწიფება გამოაცხადოს რომ ეხლა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს შედის ეს 2012-ში და არა პრეზიდენტის 13-ში. მაგრამ ეს ცვლის თავად ფორმულირებას სააკაშვილის მიზნების სამომავლოდ. თუ ასეთი თემაც იყო განხილული კულისებში, სულაც აღარ არის გამოსარიცხი რომ ბატონი მიხეილი მოგვევლინოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეს იყოს მისი სურვილი. ოღონდ უნდა გადადგეს ახლა და სიაში კი ბატონო, ამის გარანტიები იქნებოდა საჭირო. მე იცით მაინც ხედავ განსხვავებებს ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის, ამიტომ ასე ცალსახად ვერ ვენდობენ თქვენი აზრით სააკაშვილის გეგმა რაში მდგომარეობს? რა იქნება ის პირველი პირი პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი თუ პარტიის ლიდერი? ვინ იქნება? ყველაზე კმაყოფილი სააკაშვილი იმ შემთხვევაში დაბრუნდება ჩემის აზრით, თუ ყური მოკრა რაიმე ვერსიებს მისი კარიერული პერსპექტივის შესახებ ვაშინგტონში. მაგრამ თუ მას არანაირი პერსპექტივა არცად აღარ აქვს, არადა კიდევ 2-3 წლის წინ ამის შესაძლებლობა იყო, რასაკვირველია, ის არ იქნება დამოუკიდებელი საკუთარი გადაწყვეტილების მიღებაში, რა გააკეთოს მითხარით? ხო, აი რა უნდა ზურიკელა ადეიშვილმა ამ შემთხვევაში საწავიდეს. ზურიკელა ადეიშვილს ბევრი ფული აქვს, ახლა და შეიძლება წავიდეს სადაც მას მოესურვება. მაგრამ რა უყოს საკუთარ შიშს? სააკაშვილის მსგავსი ნიჭიერი და წარმოსადეგი ყველანაირად ადამიანი მას გარემოცვაში არ ყავს. მაგრამ ბევრი მაგალითი ვიცით, თუ გინდათ მისი ორი წინამორბედი პრეზიდენტისა, რომ გარემოცვა ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა მათ კრახში. და ისე ვიმეორებ, რომ სწორედ ეს თხოვნა მქონდა სააკაშვილთან 2004 წლის იანვარში, როცა ერთად ვივახშმეთ და კითხვაზე რამე თხოვნა ხო არ გაქვს, სწორედ ეგ ვთხოვე, რომ არ მოექცეს მსგავსად მისი წინამორბედებისა გავლენის ქვეშ საკუთარი გარემოცვის, რომელიც პრაქტიკულად არ იყო შემოქმედი იმ 97%-ის, რაც მან მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე. გავიდა წლები, ვნახეთ სრულიერი თქვენი აზრით გარემოცვის მძევალია ახლა მიშა? ყოველ შემთხვევაში მისი პასუხი ამაზე იყო, მაშინ ერთხელ უკვე მოყოლილი მაქვს ეს თემა, რომ გეთანხმებით ბატონო სოსო, რომ იცოდეთ რა ხალხი მყავს ნაციონალურ მოძრაობაში, მათ თუ არ მივხედეთ და არ დავაბინავე, ამ ქვეყანაში არც მე დამედგომება და არც თქვენ. არა, ეს ბუნებრივია. წელიწად ნახევარი ვდუმდი ამის გამო და მეწოდებოდა ეს ადამიანი ასეთი გარემოცვის პირობებში. თუმცა ახლა შესაძლოა ეხლა ბედნიერია და ბედნიერი კაცის შეწოდებას ჯობია საკუთარი შრავი შეგეწოდოს. თუმცა თქვენ მაინც არ მიპასუხეთ თქვენი აზრით რა გეგმავს ის რა უნდა მისი ნატურიდან გამომდინარე ვერ წარმოგიდგენია რაიმე კაბინეტური მუშაობა. პრინციპში მას რა უნდა ჩვენთვის ცნობილია. თქვენ თუ მას იცნობთ, თქვენ თუ მას კარგად იცნობთ, ისიც გეცოდინებათ რომ ის გრძელვადიან გეგმებს არ აწყობს. ხვალინდელ დღეზე. აი დილას რო გამოიღვიძებს, მაშინ გადაწყვეტს რომელ რაიონში წავიდეს რაღაცის გასახსნელად. და შესაბამისად საკუთარ კარიერასაც, ნუ რასაკვირველია მონიშნული აქვს სამივე კონსტიტუციურად მიმზიდველი თანამდებობა, იმ პოლიტიკურ პარტიაზეც ფიქრობს ალბათ, მაგრამ არ ყოფნის. ერთი კითხვა მაქვს, თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მან ძალაუფლება გაუყოს ვინმეს? ან შეიძლება მოხდეს ისე რომ თქვათ იყოს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე ან რაიმე სხვა პოსტზე და უბრალოდ ძალაუფლება დარჩეს, ოღონდ გაუყოს ვინმეს. ბავშვად ბიძინა ივანიშვილს. ან ბიძინა ივანიშვილს, ან თუნდაც თავის გუნდის წევრს. ეგ მით უმეტეს. ხო. ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. შეთანხმების უნარი მას მეტი ექნება, თუ ის იქნება თავისუფალი რაღაცა ტიპის ვალდებულებებისაგან, რომელიც მას გააჩნია საკუთარი გუნდის მიმართ. ჩვენ ნელ-ნელა მივგორდით უკვე დღევანდელი გადაცემის ფინალამდე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოვბრძანდით, საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, თუმცა ვერ გავხსნით რა თქმა უნდა მარჩიელობას და პროგნოზების კეთებას. ეს ალბათ იმიტომაც არის, რომ ესეთი ვითარება დღეს საქართველოში ზუსტად არ ვიცით, რას აპირებს მართველი გუნდი და ვინ იქნება ამ მმართველის
ამ მართველი საქართველოს და ამიტომ არ ვიცით. მართველი გუნდის ლიდერი არჩევნების. დიდი მადლობა ბატონო სასო მოგზაურობისთვის. მე და მამუკა ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და თქვენს თვითფასო ტელემაყურებელს 19 საათიდან 00 წუთზე, ოღონდ ეს იქნება ხვალ.